მივადევნოთ ბატონ გიორგისთან ერთად თვალი რა ხდება რუსთაველზე საღამოშიდობისა. ბატონ გიორგი, მადლობა. მამბრძანებისთვის, აი როგორ შეაფასებთ იმას, რაც ახლა ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, როგორც აქტი ქართული საზოგადოების მხრიდან ყოველდღიურობად ქცეული პროტესტი? კიდევ ერთხელ საღამოშიდობისა მივესალმები ჩვენ მაყურებელს. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთადერთი ფაქტურად პროტესტის ერთადერთი ფორმა დაგვრჩა, რომელიც აქტიურია და რატომღაც სხვა ყველაფერს თავი დავანებეთ და შესაბამისად ეხლა რუსთაველზეც რო არ იყოს ეს აქტიურობა, ფაქტიურად შეიქმნება ესეთი განცდა, თითქოს პროტესტი მოგდა. ეს ესე არ არის და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყოველ საღამოს რუსთაველის გადაკეტვა, მაგრამ ერთია რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეა საკმარისი აღარ არის. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად დიქტატურა ჩამოყალიბდა და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილის დიქტატურაა საქართველოში და შესაბამისად დიქტატურასთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ. პროტესტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არიან ადამიანები, ხა რომ ყველა ვერ იქნება ბრძოლაში ჩართული, ხო? ვიღაცა გააპროტესტებს თავის სამსახურში, ვიღაცა ეზოში, ვიღაცა რუსთაველზე, მაგრამ პროტესტის გარდა უნდა არსებობდეს ბრძოლა და ჩვენ ეხა ზუსტად ამით უნდა ვიყოთ დაკავებული, ბრძოლის ახალი ფორმები შემოვიტანოთ და არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ პირდაპირ უნდა ვისაუბროთ თავის დროზე ჩვენ როცა ვცდილობდით სიტყვა რევოლუციის დამკვიდრებას, მაშინ ზუსტად ეს გვინდოდა რომ რაღაც ტაბუირებული თემა იყო და ამ დროს აღმოჩნდა რომ 4 ოქტომბერს როცა რევოლუციაზე დაუძახეს მოსახლეობას 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა იქ რევოლუციის მოლოდინით, ხო? ნუ ერთია ხა უბრალოდ ვინც თავის თავზე აიღო ორგანიზება და მართვა თავი ვერ გაართვა, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით, როცა დავიწყეთ 4 ოქტომბერს მიმართ გამიჯვნა რატომღაც და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, იმიტომ რომ თვით ევროპელი პოლიტიკოსებიც კი არც ერთი დასავლური დემოკრატიული სტრუქტურას არ გამოუთქვამს რაიმე ტიპის პაპუაშვილი ამის მოლოდინშია ყოველდღიურად, როგორც ვიცით, რომ ვინმე მაინც დაგმობს 4 ოქტომბერს, მაგრამ ეს არ გამოდის, იმიტომ რომ ეს არ ყოფილა ის, რაზეც დიდი სურვილიც ჰქონდა არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ ამ 4-დან გამოიყვანა. ფაქტობრივად ხელისუფლებასაც არ გამოუვიდა, მე მგონი ის რაც უნდოდა, ხო, ბატონო გიორგი? ხელისუფლებას არც ვერც გამოუვა და არც გამოუვიდა, ხო, რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ ერთხელ რაღაც ნაწილში პროტესტანტების და ამ მოსახლეობის რა თქმა უნდა შექმნეს რაღაც ცრუ ეიფორია, რაღაცნაირად შეგვაშფოთეს, ესე რომ ვთქვათ, ბევრმა დაუშვით შეცდომა, ბევრი პოლიტიკური პირი თუ საჯარო პირი რატომღაც ემიჯნება 4 ოქტომბერს, არა და რეალობაში 4 ოქტომბერს ქართულმა ხალხმა გააკეთა განცხადება, რომ მას სურს რევოლუცია, ის ელოდება რევოლუციას, მას სურს წარმატებული რევოლუცია და აქ არავინ არ შეეგუება ივანიშვილის რეჟიმს. ერთია რომ რა თქმა უნდა მიტაცებული აქვს ხელისუფლება, ეს არის ორგანიზებული, ახლა სახელმწიფო მანქანა მიტაცებული აქვს ივანიშვილს და მის ბანდას და შესაბამისად ძნელია რაღაც ორგანიზებულ სტრუქტურირებულ სისტემას ბრძოლა, მაგრამ თავარ კიდევ ერთხელ არის რომ ეს განწყობა არის პირველი მცდელობა არ გამოგვივიდა, აუცილებლად იქნება მეორე, მესამე მცდელობა ჩვენ აუცილებლად მოუძებნით გასაღებს. აი, როდესაც თქვენ საუბრობთ, ბატონო გიორგი, რომ საჭიროა ფიქრი ალტერნატიულ გზებზე ბრძოლის, რომ რუსთაველი კარგია, რომ ნარჩუნდება, მაგრამ ეს არ არის ის მთავარი დამტყმელი, ასე ვთქვათ, სივრცე, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოშლის, ხო? არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ეს მნიშვნელოვანია გრძელვადაში და ასე ჩანს კიდეც დიდი დამსახურებაა სწორედ რუსთაველის და ქართული საზოგადოების, რომ დღეს ივანიშვილი პრობლემებშია, მას აქვს სერიოზული თავის ტკივილი, ყველა მხრიდან სანქციები აქვს და საქართველოშიც ბოლოს და ბოლოს აქტივისტებთან ერთად თავის თანაგუნდელებს იჭერს, ხომ? უამრავი პრობლემა შეუქმნა პროტესტმა მას და არ არის ახლა არალეგიტიმური ხელისუფლება და მისი მმართველი ივანიშვილი საუკეთესო მდგომარეობაში. მაგრამ როდესაც თქვენ ამბობთ, რომ სხვა ფორმებია მოსაძებნი და ამაზე საუბარია დასაწყები, აქვე ჩნდება კითხვა, რატომ არ არის ეს საუბრები დაწყებული, რა უშლის ამას ხელს?
ხო, გარკვეულწილად ალბათ შიში უნდა დავძლიოთ თავის დროზე ჩვენც ერთობამ ფარმა შეცდომა დაუშვათ ჩვენ დავიწყეთ აქტიური ქმედებები, გავედით უბნებში, ვატარებდით აქციას, მაგრამ მე რაღაც პერიოდში დავკავდით ერთობის გაფართოებით და ის რაც საშუალება უნდა ყოფილიყო, ანუ ერთობა ვაქციეთ მიზნად, რომ ერთობის გაფართოება იქცა მიზნად. ეხლა უამრავი პროექტი იწერება, რაღაც თეორიები, ნახაზები, რაღაც კონსოლიდაციას ვცდილობთ, რაღაცა საკოორდინაციო შტაბებს ვაყალიბებთ, არაფერი ქმედება უნდა დავიწყოთ. ყველა ჯგუფმა, რომელიც თავს თვლის, რომ ჯგუფია და თუნდაც 10, 15, 20 კაცი ყავს, უნდა დაიწყოს აქტიური ქმედება, თავგანწირული ქმედება. უყურეთ, აი და ნათელი მაგალითია, ხო? სად რა სივრცეშია ეს კითხვა ჩნდება რუსთაველის მიღმა სად? აი ყველგან, აი თუ გახსოვთ ჩვენ ვატარებდით მარშებს სხვა სამინისტროებთან, მოდულის შენობასთან. აი ეს ყველაფერი ჩვენ არ უნდა მივცეთ დიქტატურას საშუალება იმუშაოს და ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. უნდა იყოს საგაფიცო კომიტეტიც უნდა შეიქმნას. ნუ მაშინ ამას კოორდინაცია სჭირდება, ასე 10 და 15 კაციანი ჯგუფები გულანთებულიც კი შესაძლოა ვერ აღმოჩნდნენ მიზნის მიღწევაში წარმატებული. უყურეთ, აი სამხედროებს განსაკუთრებით მეთაურებს ასწავლიან, როცა თქვენ გინდათ სატანკო კოლონა დაძრათ, თუ თქვენ ადგილზე გაჩერებული ტანკების გასწორებას დაიწყებთ და კოლონად ჩამოყალიბებას, ისე გავა რამოდენიმე საათი, რომ ვერ მოახერხებთ. ამიტომ აუცილებელია პირველი ტანკი დაიძრას და დანარჩენი თავისით სწორდება და მიყვება. ეს აპრობირებული პრაქტიკაში გამოცდილი მეთოდია. ამიტომ თავარია დავიწყოთ, ეხ ხო არსებობს აქციები ტარდებოდა და საკმაოდ დიდი აქციები ტარდება, ხო? ეს აქციები დავიწყოთ და კოორდინაცია თავისით მოვა. ოღონდ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ფრანგები თქვენ ომში ისე როგორც ომში ეს აღარ არის პროტესტი, ხო? აი აღარ არის რომ თქვენ ადვოკატი დაგიცავთ სადღაც სასამართლო პროცესზე, ვერც ადვოკატი ვერ დაგიცავთ, ვერც სამართალს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ თქვენ დასაჭერად და იმისთვის რომ დაისაჯოთ არ არის აუცილებელი მტკიცებულებები, ხო? მტკიცებულების გარეშე მხოლოდ პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე დაგჯიან. ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალი არის კიდევ ერთხელ გავმეორდები ომში ისე როგორც ომში, თუ ჩვენ დიქტატურას ვებრძვით და გვინდა რომ საქართველოში დიქტატურა არ გავიდეს, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოწინააღმდეგე არ იქნება არც სამართლიანი, არც იურიდიული ნორმებით შეზღუდული და შესაბამისად კოორდინაცია, ესე რომ თქვა, რაღაც ყოვლის მომცველი სახელმწიფო მანქანაკი უნდა შექმნათ. კოორდინაცია საკმარისია იმისთვის, რომ გარკვეული ეტაპიდან ეტაპამდე მოვახდინოთ, ყველას ვიცნობთ და ეს ურთიერთობა აწყობილი ახლა და გარკვეული ხერხები და ილეთები არსებობს, როგორც გეგმავთ ხოლმე აქციებს და ამას გამოვიყენებთ, ხოლო გარკვეულ ეტაპზე, როცა ეს ყველაფერი აი ენერგია უნდა ვანახოთ, ხო? უყურეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მართლა მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველზე არიან ადამიანები, რომლებიც თავის თავზე იღებენ პირველები გადადიან ქუჩაზე, რისკავენ და იციან, რომ შეიძლება დაკავებულები აღმოჩნდნენ. მაგრამ უყურეთ, აი მათი ეს ვაჟკაცობა, მათი ეს თავგანწირვა იკარგება იმაში, რომ გაგრძელება არ აქვს. თავგანწირვას მაშინ აქვს აი მნიშვნელობა, აი განსაკუთრებული მნიშვნელობა, როდესაც ერთი ადამიანის თავგანწირვის ხარჯზე 10 და 100 ადამიანი შემდეგ მიზანს აღწევენ. ამიტომ აქტიურობა აუცილებელი, ეს პასიურად გაპროტესტება კი არა და მხოლოდ იმის თქმა, რომ მე არ ვემორჩილები. არა, არ დამორჩილება კი არა, იქით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ის მუდმივად რეაგირების პროცესში უნდა იყოს. სულ უნდა ჩდებოდეს რაღაცა კერები, სულ უნდა იშლებოდეს ისე რომ ვერ არკვევდეს ვინ, სად, რატო და როდის აკეთებს ამ ყველაფერს. და ესეც იქნება ახლა უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩვენ გამოდივართ 4 ოქტომბრის შემდგომ რაღაც გარკვეული სტრესიდან, რომელიც მართლა ბევრმა ადამიანმა მიიღო და ალბათ მათ შორის მეც და გარკვეულწილად დაბნეულობა იყო, მაგრამ ეს დაბნეულობა მთავრდება და დაცავარია ჩვენ 10 მიზანი გვაქვს უკვე ევროპაც აღიარებს, უკვე ევროპელი პოლიტიკოსები უკვე დაიწყეს ამ ტერმინის გამოყენება, რომ საქართველოში დიქტატურა მყარდება და დამყარდა. ნუ ახლა ჯერჯერობით მყარდება ამბობენ, მაგრამ ფაქტურად ამ ტერმინს უკვე გაეთამაშენ. საინტერესოა, როგორ განვითარდება ეს თქვენი იდეა, როგორ თუ იქცევა რეალობად, ეს საინტერესო პროცესი იქნება, ალბათ შევიტყობთ ამის შესახებ მედია. ახლა ეს იდეის დონეზეა, როგორც ხედავ ეს ჯგუფების შეგროვებაც თუ უფრო პროაქტიულ რეჟიმში გადასვლაც. კარგი, ეგრე იყოს, კი ბატონო.